ჩვენი სტუმარია მადონა მილდიანი, რომელიც ლიანა შუბითიძის ინტერესებს იცავს ჩარტოვას 19 ნომერთან დაკავშირებით. მოგესალმებით ქალბატონო მადონა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში. დღეს ქრონიკის პირდაპირ ეთერში ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ბოლო დროს რუსთავში ყველაზე ხმაურიანი გამოდგა, შეიძლება ასეც ითქვას და სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. ქვემოქართლის ტელეკომპანია მზადა ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი ბოლომდე განიხილოს და მხარის პოზიცია პირდაპირ ეთერში დააფიქსიროს. და კიდევ ერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ საკითხთან დაკავშირებით სტუმრად მოვიწვიეთ მერის წარმომადგენელი, თუმცა მათ გადაცემაში მონაწილეობაზე და განმარტებებზე უარი განაცხადეს. კარგით, ქალბატონო მადონა, დავიწყოთ საუბარი სულ თავიდან. რომ გითხრათ, მოსახლეობის პროტესტი რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რა იყო მათი მოთხოვნა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე დავიწყებ საუბარს იქიდან, რომ 2012 წლიდან, როდესაც ჩემმა მარწმუნებელმა ლია შუბითიძემ დაიწყო განცხადებით მიმართ, ანუ ინტერესი გამოთქვა მშენებლობის მიშენების უბრალოდ არსებულ კომერციულ ფარზე მიშენების თაობაზე მიიღო ნებართვები. მოამზადა პროცედურულად ის საკითხები, რაცაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა, აიღო მეზობლების კრების ოქმი იყო, ამისათვის საჭირო ანუ თანხმობა, ამხანაგობინეთ მესაკუთრეთა ამხანაგობისგან მიიღო კონკრეტული თანხმობა. რის შემდგომაც უკვე მიმართა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული თაობაზე ნებართვებს გასცემდა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. ამდენად მიმართა საკრებულოს იმისათვის, რომ მიიღო კონკრეტული მშენებლობის ნებართვა. პროცესები ჩვეულებრივად ადმინისტრაციული წარმოებით გაიმართა მერიაში, რის შემდგომაც მიიღო უკვე მშენებლობის ნებართვა კანონით დადგენილი წესით. მას ყავდა ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარე, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი, ქალბატონი ქეთევან ღვედაშვილი, რომელიც გახლავთ ჩემი მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის ქვემოთ მდებარე სარდაფის მესაკუთრე. მას პირდაპირ ინტერესი ჰქონდა ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, სწორედ აქედან გამომდინარე გახდა ეს თემა სადაო. მან დაიწყო მერიაში დავა, შემდგომ გააგრძელა სასამართლოებში და ეს დავა გრძელდებოდა 2012 წლიდან დღემდე მოყოლებული. ამ დავის პროცესში ყველა ინსტანციის დავიწყებთ უბრალოდ მერიიდან, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალბატონი ლიანასათვის მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარე, ქალბატონი ღვედაშვილი, რომელსაც საპირისპირო ინტერესები ჰქონდა, მაინც ქალბატონი ლიასაც სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ქეთევან ღვედაშვილმა გაასაჩივრა სასამართლოში 2012 წლის ოქტომბრის თვეში. საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქალბატონმა ლარისა ლიპარტელიანმა, რომელმაც საბოლოოდ 2012 წლის 28 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება და რუსთავის თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს დაავალა რაღაც რიგი ცვლილებები განეხორციელებინათ პროექტში, გაეთვალისწინებინათ ღვედაშვილების ინტერესები, როგორც ფართის მესაკუთრეების და შემდგომ გაეცათ ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად სასამართლომ ჩათვალა, რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც ერთადერთი რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობდნენ ამ კრების ოქმზე, რომ არ იყოს სრულყოფილი. დიახ, სწორედ ამას მოგახსენებთ. შესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს. სწორედ ამას მოგახსენებთ და პირველი დღიდან დავის წარმოშობის მომენტიდან მოწინააღმდეგე მხარეს ერთადერთი სადაო გარემოება ჰქონდა, რომ რამდენად კანონიერად იყო შედგენილი ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი. სწორედ მერიაში სასამართლოში დავის საგანი იყო არა ის, რომ რამდენად კომპეტენტური იყო კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი გაეცა მშენებლობის ნებართვა, არამედ სადაო ფაქტობრივი გარემოება გახდათ ის, რომ რამდენად კანონით დადგენილი წესით იყო შედგენილი ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი და რამდენად იყო წინასაფუძვლები მომზადებული მშენებლობის ნებართვის გასაცემად. სასამართლომ 2012 წლის 28 დეკემბერს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად სცნო, რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც უფლება მიანიჭეს ლია შუბითიძეს განეხორციელებინა მშენებლობა, იყო კანონით დადგენილი წესით შესაბამისად მომზადებული და ის წარმოადგენდა კანონიერს. ამის შემდგომ დაბრუნდა მერიაში, როგორც მოგახსენეთ, საქმე განსახილველად, ისე რომ გაითვალისწინებინათ ქალბატონი ქეთევან ღვედაშვილის ინტერესები, მოეწყოთ ჩასასვლელი მის საკუთრებაში, ანუ გათვალისწინებული ყოფილიყო არსებულ პროექტში ქალბატონი ღვედაშვილის სარდაფთან მისასვლელი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნა და 2013 წელს გაიცა ახალი მშენებლობა
მშენებლობის ნებართვა, სადაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გათვალისწინებული იქნა აღნიშნული სარდაფის ჩასასვლელიც მოწყობილი იქნა, ესე ვთქვათ. რის შემდგომაც ქალბატონმა ღვედაშვილმა კვლავ სადაოდ გახადა ეს თემა. იქ არ იყო ქალბატონ მადონა მარტო ღვედაშვილი. მოგახსენებთ, აქ საუბარი ახლა არის მოსახლეობაზე, თუმცა არავის არ ქონდა საწინააღმდეგო არც ინტერესი, არც სურვილი იმის, რომ დავაში შემოსულიყო. აქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი დაინტერესებული პირი, რომლის პირდაპირ ინტერესებს ეხებოდა მშენებლობის განხორციელება ამ ტერიტორიაზე. ეს გახდათ ქალბატონი ქეთევან ღვედაშვილი. ვინაიდან მისი სარდაფი მდებარეობს სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ღვედაშვილს ჰქონდა ინტერესი, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს არის კორპუსი, სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, მე სამეზობლომ უბრალოდ მხარდაჭერა გამოუცხადა ქალბატონ ღვედაშვილს. ლიანა შუბითიძეც გახლავთ ამ ხანაგობის წევრი, ორი ხმის უფლებით, ვინაიდან ორ ფართს ფლობს ამ კორპუსში, მხოლოდ ლიანა შუბითიძე არ არის, ანუ იქ მაცხოვრებელი. ის არის კომერციული ფართის მესაკუთრე. ამდენად მას მეზობლებთან აი ესეთი მეგობრული, ახლო მეზობლური ურთიერთობა არ აკავშირებდათ. მეზობლებმა როგორც ჩანს, როგორც ვიცი მე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, უბრალოდ მეგობრული და მეზობლური მხარდაჭერა გამოუცხადეს ქეთევან ღვედაშვილს. სხვა არანაირი ინტერესი, არავის ინტერესებს არ ეხებოდა ლიანა შუბითიძის მშენებლობა. გარდა იმისა, რომ ქალაქი კეთილმოეწყობოდა, გარდა იმისა, რომ ეს კორპუსი კიდევ უფრო გალამაზდებოდა, არავის არაფერს არ უზიანებდა ეს მშენებლობა. ტროტუარის ხარჯზე მოხდებოდა ქალბატონ მადონა. ეს არ ხდებოდა, არა. ეს იცით რა არის, როდესაც მოეწყო სამშენებლო მოედანი, ცოტა ახლა გადავხტით თემატურად, როდესაც მოეწყო სამშენებლო მოედანი ამ ბოლო პერიოდში, გაცილებით დიდი პერიმეტრი იქნა შემოღობილი ღობით, ვიდრე ჭირდებოდა მშენებლობას. მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ეხლა სწორედ ის ფარგლები, ის ტერიტორია ვერ იქნებოდა შემოღობილი, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს. იქ მოსაწყობი იყო საფუძველი, იქ მოსაწყობი იყო, ანუ შესატანი იყო სამშენებლო მასალა და ამიტომ გაცილებით დიდი ტერიტორია შემოისაზღვრა სამშენებლო ღობით. ეს ასეთ, ანუ ტროტუარი იქ საკმაოდ დიდი ტერიტორია რჩებოდა, 3 მეტრად რჩებოდა ტროტუარი. ანუ ეს სამშენებლო პროექტიც შესაბამისობაში მოდიოდა ამ კორპუსზე უკვე განხორციელებული სხვა მშენებლობების. ამ კორპუსს აქვს იქვე თუ არ ვცდები, ავერსი ფუნქციონირებს დღეს ასეთი ტიპის მიშენებაა. სწორედ მის საზღვრებში იყო მოქცეული. აბსოლუტურად არ არღვევდა არც კანონით დადგენილ ნორმებს და არც მოსახლეობას და არც მოქალაქეებს არ ეს მშენებლობა სადაც უნდა განხორციელებულიყო, ეს მიწა ეკუთვნოდა თუ არა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობას? დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება და სწორედ აქედან გამომდინარე იყო საჭირო იყო მეზობლების კრების ოქმი, ანუ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი. მათი თანხმობა სწორედ აქედან გამომდინარე საჭიროებდა მათი თანხმობას და არა იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ მეზობლები იყვნენ. და ამიტომაც იყო გათვალისწინებული. ტერიტორია გამიჯნული იყო, სხვათა შორის ქალბატონმა ლიანა შუბითიძემ გაიღო ხარჯები, ისევ რომ ეს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებად აღიარებინა ეს მიწა, რომ შემდგომი პროცედურები დაეცვა. ანუ თუ არ იქნებოდა გამიჯნული, თუ არ იქნებოდა წითელი ხაზები, შესაბამისად ვერ განხორციელდებოდა ვერანაირი ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე. კრების ოქმზე რა შეგიძლიათ კიდევ რო გითხრათ, ძალიან ბევრს საუბრობდნენ ამ რომ იყო ნაძალადევად მოაწერინეს ხელი ამ კრების ოქმზე, შესაბამება თუ არა სიმართლე. რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე. 3 წლებით მოაწერინეს. არა, 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა სწორედ დავა სასამართლოებში, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს და ზოგი აპელირებდა, რომ მოტყუილებით მოაწერეს ხელი, ზოგი აპელირებდა, რომ ვიღაცის ხელმოწერა აკლდა, ზოგი აპელირებდა, რომ რაღაც მეტი უნთხმა უნდა ყოფილიყო, თუ ნაკლები ხმა უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ გარემოებებზე იმჯელა სასამართლომ გამოკითხა სათითაოდ თვითვეული ხელის მომწერი პირი. რაზე გააკეთა ხელმოწერა, რატო გააკეთა და სასამართლომ საბოლოო დასკვნა გამოიტანა, რომ მათ უბრალოდ ეხლა როგორც ჩანს, ასე აწყობდათ, რომ ეთქვა, რომ მოტყუილებით. როგორ შეიძლება მოტყუილებით მოაწერო რაიმეზე ხელი, როცა ტექსტის დასაწყისში პირდაპირ არის მითითებული, ანუ კრების პოზიცია რატო შეცვალეს? კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ალბათ სავარაუდოდ მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო უბრალოდ ღვედაშვილების ინტერესები
ფაქტებიდან გამომდინარე, სწორედ ეს ოჯახი იყო, რომელიც წლების მანძილზე დაობდა ლიანა შუბითიძის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მეზობლური, მეგობრული თუ ასე თუ ისე მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული ამ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის მხრიდან. და გარდა ამისა, მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებს. თქვენ თუ ჩაეძიებით ამ საქმეს და ეცდებით, რომ კიდევ უფრო კარგად შეისწავლოთ დეტალები, მე მოგცემთ მინიშნებას. ქალბატონი ქეთევან ღვედაშვილი და მისი ოჯახის წევრები ამ კორპუსში ფლობენ სხვადასხვა კომერციულ ფართებს, სარდაფს გულისხმობ. მათი მხრიდან ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ არის სადაოდ ქცეული ყველა სახის მშენებლობა. ანუ მარტო ლიანა შუბითიძე არ იყო მათი მოწინააღმდეგე მხარე. ყველა მშენებლობა, რომელიც განხორციელდა ამ კორპუსში, ყველა იყო სადაოდ ქცეული. ყველა საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა დასრულებული და აშენებული. სასიკეთოდ? არა. ღვედაშვილების ანუ მე როგორც ვფიქრობ საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ სასამართლომ ყოველთვის დააკანონა მაინც ის მშენებლობა, რომელიც ის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაცემული ქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს. კარგით, რამ გამოიწვია მერის პოზიციის შეცვლა აი ამის შემდეგ უკვე ქალბატონი? ეხლა იცით რა არის ჩვენთან ჩემ პირადად ჩვენ ნებართვა მშენებლობას და შემდეგ თავადვე გააუქმა ხო უკვე მშენებლობის ნებართვა. იცით რა არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა საწყის ეტაპზე. ეხლა მე თქვენ გეტყვით, როდესაც 3 წლის მანძილზე დავა მიმდინარეობდა მხარეებს შორის და დავის საგანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ რამდენად კანონიერად იყო გაცემული ამხანაგობის მხრიდან, ანუ შედგენილი იქნა კრების ოქმი და საბოლოოდ სასამართლო მივიდა საბოლოო დასკვნა გააკეთა საბოლოოდ რომ კრების ოქმი იყო სრულიად კანონიერად შედგენილი და ამის საფუძველზე ძალაში დატოვა დაუკმაყოფილას არჩელი არც ქეთევან ღვედაშვილს და ასევე მესამე პირად ჩართულ უკვე ამხანაგობას და თქვა რომ ეს მშენებლობის ნებართვა გაცემულია სრულიად კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამის შემდგომ, როდესაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ უკვე ავიღეთ, მივმართეთ რუსთავის მერიას და ვითხოვეთ შეჩერებული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. მოგეხსენებათ რომ დავის პროცესში ჩერდება ადმინისტრაციული აქტის მოქმედება. ამდენად, რადგან დასრულდა უკვე დავა და საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და თან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო საბოლოო, მინდა ამას ყურადღება მიაქციოს ყველამ, მივმართეთ მერიას და ვითხოვეთ უკვე გაცემული ნებართვის კანონიერად აღიარებული ნებართვის ვადის გაგრძელება. მერიამ მიუხედავად იმისა, რომ ამაზე სასამართლომ 3 ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და ყველა ფაქტობრივ გარემოებებზე საბოლოო დასკვნა გააკეთა და აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ ადმინისტრაციული ზოგადად ახლა იურისტებისათვის ეს ძალიან ისეთი თემაა, არის სამოქალაქო საქმის წარმოება სასამართლოში და არის ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოში. სამოქალაქო წარმოების პროცესში მოსამართლეს აქვს არბიტრის როლი მხოლოდ და მხოლოდ. მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას რა სახის მტკიცებულებები წარმოადგინონ სასამართლოში და რა არგუმენტაციით დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები. განსხვავებით ადმინისტრაციული წარმოების. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსამართლეს უჩნდება კანონის შესაბამისად ინკვიზიციური ელემენტები იჩენს აქ თავს და მოსამართლეს უფლება აქვს თუ კი ის ჩათვლის საჭიროდ თვითონ გამოითხოვოს მხარის შუამდგომლობის გარეშე თვითონ დაავალოს რომ მხარეს კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა თვითონ გამოიკვლიოს კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული სადაო გარემოებები თუ კითხვის ნიშანი გაუჩნდათ უდაო ფაქტობრივი გარემოებებით შეიძლება გამოიკვლიოს მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ანუ სასამართლომ არის ორი შემთხვევა. სასამართლომ ან არასრულყოფილად იმსჯელა ამ საკითხებზე და ან სრულყოფილად იმსჯელა. ხომ სხვა ვარიანტი არ არსებობს. ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოდის რომ მერიამ დააყენა ეჭვის ქვეშ. ჩვენ თუ კი არ ვცემთ მართლმსაჯულებას პატივს და სასამართლოს გადაწყვეტილებებს, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებიც კი გავხდით სადაო
დაკარგავს ეს უწყება ეს მართლმსაჯულების ეს ინსტიტუტი დაკარგავს თავის ხარისხს, ნდობის ხარისხს. საინტერესო როგორი განმარტებები მიიღეთ მერიისგან? მერიისგან საერთოდ არ მიგვიღია განმარტებები. მე მრავალგზის მე როგორც ლიანა შუბითის წარმომადგენელმა, თავად ლიანა შუბითიძემ როგორც უფლების მაძიებელმა და რომელიც ფიქრობს რომ მისი უფლებები ხელყოფილია უკვე მერიის მხრიდან, მრავალგზის მივმართეთ, თხოვნით მივმართეთ ქალაქის მერს ბატონ დავით ჯიქიას შევხვედრდა და უშუალოდ გვესაუბრა, აუდიენცია მოეწყო ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. არ შედგა კომუნიკაცია. არ შედგა კომუნიკაცია, იმიტომ რომ იმ დღეს არ ეცალა, უნდა რაღაც სხვა საკითხები იყო მოსაგვარებელი. შემდგომ ვეცადეთ მოადგილეებთან შეხვედრაზე, ასევე რიგი სახის წინააღმდეგობებს წავაწყდით და შემდგომ მაგრამ იცით როგორი იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არ იყო უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული, ანუ არ იყო მშენებლობის ნებართვა გაუქმებული. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლია შუბითიძემ მიმართა მერიას და ითხოვა მშენებლობის ნებართვის გაგრძელება, მე წეღან დავიწყე ეს ამ თემაზე საუბარი, მერიამ ადმინისტრაციული წარმოება კვლავ ჩანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ცალსახად აღიარებდა კანონიერებას, ბრძანების კანონიერებას, რითაც მშენებლობის ნებართვა იქნა გაცემული, მაინც ადმინისტრაციული წარმოებით დაიწყო მსჯელობა, უნდა გაეცა თუ არა ლია შუბითიძისათვის მშენებლობის ნებართვა. როგორ გონიათ რატომ? არ ვიცი, ალბათ იქიდან გამომდინარე იმ დროისათვის, რომ რიგი სახის წინააღმდეგობები იყო მოსახლეობის მხრიდან, ასევე როგორც ზემოთ აღნიშნე ქეთევან ღვედაშვილის მხრიდან, ისინი დაუღალავად გაიძახოდნენ ერთი და იგივეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ქონდა უფლება ამ შემთხვევაში, რომ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაეწყო თავიდან მსჯელობა, რადგან სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში იყო უკვე შესული. ჩაინიშნა ადმინისტრაციული წარმოებები, ჯერ მერიის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ეს საკითხი და სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება, რითაც ბრძანა რომ უნდა გაცემულიყო ლია შუბითიძის სასარგებლოდ მშენებლობის ნებართვა. ამ ბრძანების საფუძველზე შემდგომ უკვე ქალაქის მერმა იმსჯელა და მიიღო ცალსახად გადაწყვეტილება, რომ უნდა ლიანა შუბითიძის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და გასცა ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე და გასცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა და ამის შემდეგ ლია შუბითიძეს მიიღო რა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოსგან, მიეცა იმის საფუძველი, რომ დაეწყო განეხორციელებინა მშენებლობა. შემდგომ დაიწყო სამშენებლო პროცესი, სამშენებლო მოედნის მოწყობა, როგორც ზემოთ აღნიშნე, შემოღობა ეს განსაზღვრული პერიმეტრი სამშენებლო ღობით და ეს რუსთავში მოგეხსენებათ ახლა ისეთი ღირებულების არ არის სამშენებლობები, რომ ძვირად ღირებული ღობით შემოღობო პერიმეტრი და ამიტომ ალბათ მერია ითვალისწინებს ამ გარემოებას და მშენებლებს არ ესეთ მარწუხებში არ აქცევს, რომ ეს ღობე აუცილებლად იმ სტანდარტებს, მაღალი დონის სტანდარტების შესაბამისად იყოს მოწყობილი. რომ დაიაროთ ქალაქში ყველა მშენებლობა შემოღობილია უბრალოდ ეგრეთ წოდებული ლურჯი ფერის ღობით შემოღობილია, უბრალოდ მანიშნებლად იმისა, რომ აქ მიმდინარეობს მშენებლობა. ჩვენც ანალოგიურად არა, თავიდან ანალოგიურად ჩვენც შემოვღობეთ ეს პერიმეტრი, მხოლოდ რამოდენიმე დღეში მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოგვივიდა შეტყობინება, რომ შეჩერებული უნდა იქნეს მშენებლობა და ვინაიდან სამშენებლო მოედანი არ არის სტანდარტების შესაბამისად შემოღობილი. იცით რა არის, ადამიანურად გაგვიჩნდა ესეთი კითხვები მერიის მიმართ, მერიის სამსახურების მიმართ და მე პირადად მივედი ბატონ ლევან კუპატაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან და ვუთხარი. ვკითხე რომ ბატონო ლევან, მეთქი თუ აქ რაიმე ამ მშენებლობასთან დაკავშირებით კიდევ კითხვის ნიშანი არსებობს, მოდით ნუ გახდით იძულებულს ჩემს მარწმუნებელს, რომ აშალოს ეს ღობა, ესეც საკმაოდ ძვირად 1500 ლარამდე დაუჯდა იმ ღობის შემოღობა. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ღობე და უფრო ძვირად ღირებული სამშენებლო მოედანი მოაწყოს. დაახლოებით 7000 ლარამდეა იმ ღობის ღირებულება. იქ შედიოდა ესე თუნუქის ფირფიტები, ალმატურა, იქ მრავალი სამშენებლო მასალა იყო საჭირო. დავიცავით ეს სტანდარტი. მას შემდეგ, როდესაც ბატონმა ლევანმა გითხრა, რომ თუ კი ეს სამშენებლო მოედანი იქნებოდა მოწყობილი, ამ შემთხვევაში ალბათ საწინააღმდეგო უკვე აღარაფერი აღარ ექნებოდა. ჩემმა მარწმუნებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიღო ეს ხარჯები და მოეწყო კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სამშენებლო პერიმეტრი დაეცვა.
შემოღობა, რის შემდგომაც ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დაგვრთონება, გაგვეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები. აქ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება სამშენებლო სამუშაოები საპროტესტო აქციების პარალელურად შეიძლება ითქვას. დიახ, მიმდინარეობდა საპროტესტო აქციების პარალელურად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზედაც მერიამ გასცა ადმინისტრაციული აქტი და ამ აქტების საფუძველზე მიმდინარეობდა მშენებლობა, კანონიერი აქტების წინააღმდეგ ვერავინ ვეღარ წავიდა. აქ ჩაერთო, რა თქმა უნდა, ძალოვანი სტრუქტურები, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთო, ვინაიდან ჩვენი მოთხოვნა იყო კანონიერი, ვერც მათი მხრიდან ვერ იქნა წინააღმდეგობა გაწეული და მათ დაიცვეს კანონიერება და მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციას უწევდა ორი დაპირისპირებული მხარეს შორის ჩადგომა და ფაქტიურად გარკვეული მისი მოქალაქეების მხრივ პროტესტის ნიშნად, იზოლების ღონისძიებები იყო გასატარებელი, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს პოლიცია ხალხს დევნიდა ამ პერიმეტრიდან. კი არ დევნიდა, სხვა გზა არ ქონდა, უბრალოდ ჩვენ ვითხოვდით, რომ კანონის შესაბამისად პოლიციას გაეტარებინა ღონისძიებები და მეორე მხარე წინააღმდეგობას უწევდა. კიდევ მე ვფიქრობ, რომ ძალიან რაც შეიძლებოდა კორექტული ყოფილიყო სამართალდამცავები კორექტულები ყოფილიყვნენ, დაიცვეს მათ ეს პრინციპი და შესაბამისად მაქსიმალურად არც მოქალაქეების წინააღმდეგ მიიღეს ცუდი ღონისძიებები და ამ დროს დაიცვეს ჩვენი კანონიერი უფლებებიც, რომელსაც ვერ გადააბიჯებდნენ ვერანაირად. არ მოგეცათ საშუალება, რომ იქ მოგვეცა საშუალება საბოლოოდ ჩვენი უფლების მოთხოვნის პროცესში დაგვიდგა რუსთავის პოლიცია მხარში, მერის სამსახურიც ამ დროს ზედამხედველობის სამსახური საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, როცა საჭირო იყო გვაჩერებდა, როცა საჭირო იყო გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ გაგვეხორციელებინა ეს სამშენებლო საქმიანობა. დაიწყო ისევ ლია შუფიტიძემ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, დაიქირავა ძვირადღირებული ტექნიკა იმისათვის, რომ მოეწყო ეს მოედანი, ანუ მოეშალა, დემონტაჟი განეხორციელებინა იმ პერიმეტრზე, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო არსებული მდგომარეობის, მონგრეული იქნა მოედანიც, მონგრეული იქნა შესასვლელი კიბეები, კომერციულ ფართში შესასვლელი კიბეები. ეს კომერციული ფართი თავის დროზე ლია შუბითიძეს გაქირავებული ჰქონდა ორი ფართია $2,500. საიდანაც $500 შედიოდა სახელმწიფოს ბიუჯეტში როგორც საშემოსავლო გადასახადი. ყოველ თვეში ჩვენ ამის ამონაწერი გვაქვს და ცალსახად კეთილსინდისიერი გადამხდელი იყო ლია შუბითიძე, ანუ ის იხდიდა ყველა იმ გადასახადს, რაც ამ შემთხვევაში მას ეკისრებოდა. ბიუჯეტს მოაკლდა $500 ყოველ თვეში. წარმოიდგინეთ, $500 დაახლოებით არის $1,200, ხომ? დღევანდელი კურსის შესაბამისად. $1,200 დაახლოებით 8 პენსიონერის პენსიაა ყოველ თვე. ეს ქალაქისთვის არც თუ ისე ცოტა საქმეა, ხომ? და ბიუჯეტისთვის. ამდენად იქიდან გამომდინარე, რომ უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო საქმიანობა, დაცლილი იქნა კომერციული ფართი და შეჩერებულია, რა თქმა უნდა, შეჩერებულია დღემდე ამ ქირის გადახდის პროცესებიც. ამიტომ შემოსავალით შეუჩერდა ქალბატონ ლიას. ამის შემდგომ ძალიან დიდი ზარალი მიადგა. ჯერ კიდევ დაუთვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა ჩვენ ჩავნიშნეთ ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის საექსპერტო დაწესებულებაში, თუმცა დავითვალეთ ის ხარჯები, რაც სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში დაქირავებული მუშების, სამშენებლო მასალების, არსებული დემონტაჟის განხორციელების პერიოდში რა ზარალი ნახა. პირვლანდელ მდგომარეობას რო აღუდგეს, იქაც რა ზარალთან არის დაკავშირებული. ეს წმინდა მატერიალური თვალსაზრისით ეს მხარე საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა ჩავნიშნეთ, დაითვალა ეს, მაგრამ აქ არ შედის ახლა ტექნიკური ექსპერტიზა, საინჟინრო ექსპერტიზა ვერ დაგვითვლიდა ჩვენ რა ზარალი მიადგა ლია შუბითიძეს გაქირავებული ფართების ესეთ გაჩერებაში, ანუ ვეღარ ამუშავებს ამ ფართებს, ამ თვალსაზრისით რა ზარალი ნახა, ამას რა თქმა უნდა ის ვერ დაითვლის, ეს უკვე სხვისი კომპეტენცია
კომპეტენციის ფარგლებია. ამდენად საქმე მივიდა იქამდე, რომ მერიის ნებართვის საფუძველზე, მერიისგან მოცემული მანდატის საფუძველზე ლია შუბითიძემ განახორციელა რიგი ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. მოანგრია მოედანი, რაც მთავარია, მოშალა კიბეები და აღარ არის ფარჩი საკუთრების გამოყენების, მისი კერძო საკუთრების გამოყენების შესაძლებლობა დღეის მდგომარეობით ლია შუბითიძეს არ გააჩნია. და მერიამ ამ დროს, როდესაც ლია შუბითიძე ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან მოქმედებებს, სამშენებლო მოქმედებებს, უნდა მოანგრიოს კიბე, ამ დროს მერიაში შედის განცხადება, იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და აჩერებს მშენებლობის ნებართვას. აჩერებს არა, აუქმებს. შემდგომ რამოდენიმე დღეში, ერთი კვირის შემდგომ აუქმებს მშენებლობის ნებართვას და არც კი აცნობა დაინტერესებულ პირს, რომელიც ძალიან დიდ სამშენებლო საქმიანობას ახორციელებდა ამ ნებართვის საფუძველზე და ძალიან დიდი იურიდიული ინტერესი ჰქონდა. არ იცოდით, რომ გააუქმა მერიამ მშენებლობის ნებართვა? ეს გაუქმების შესახებ გავიგეთ გაუქმების შემდგომ, თორემ ადმინისტრაციული წარმოება, როდესაც დაიწყო, ანუ განცხადებით, როდესაც მიმართავ ადმინისტრაციულ ორგანოს, იქ უკვე ადმინისტრაციული წარმოება იწყება. ეს შეიძლება იყოს მარტივი შეეძლოთ მათ, რომ ეცნობებინათ. ვალდებული იყო, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვება კანონით ვალდებულება, რომ დაინტერესებულ პირს აცნობს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პროცესში, ჩააბაროს გაფრთხილება ან რაღაცა ფორმით მიეცა მსვლელობა, რომ ქალბატონ ლიასაც მიეღო ზომები. იქნებ რა ქონდა ქალბატონ ლიას წარმოსადგენი, რა სახის მტკიცებულება, რა სახის დოკუმენტი ქონდა წარმოსადგენი, რა სიტყოდა ის თავისი პოზიციების გასამყარებლად. ანუ ვალდებულება ქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს, სანამ მიიღებდა ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ კანონით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის, მისივე გაცემული მშენებლობის ნებართვას გააუქმებდა, იმ მშენებლობის ნებართვას, რომლის საფუძველზედაც უკვე განხორციელებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედებები და იმ პროცესში, როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებდა ადმინისტრაციული ორგანო, ჩვენ ვახორციელებდით სამშენებლო საქმეებს. გასაგებია, რას უკავშირებთ ქალბატონო მადონა აი ამ ფაქტს, რომ მერიამ გააუქმა მშენებლობის ნებართვა? იცით რა არის? ჩვენ მე ბევრი ვისაუბრე, რომ 3 წლის მანძილზე მიდიოდა დავა სასამართლოში, მერიაში ამ სადაო გარემოებებზე, რომ ან ვინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი რამდენად კანონიერად იყო გაცემული. ამ წლების მანძილზე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს იცავდა ძალიან კომპეტენტური ადვოკატი პაატა ჯიქია. მე მას ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, როგორც პიროვნებას და როგორც ადვოკატს, პროფესიონალს და 3 წლის მანძილზე ის დაუღალავად საუბრობდა იმ გარემოებებზე, რასაც დღეს საუბრობს მერია. 3 წლის მანძილზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც, ადმინისტრაციულ ორგანოში, სასამართლოშიც ერთი და იგივე თემა იყო მუდმივად გაჟღერებული. მე ამოღებული მაქვს ყველა ჩანაწერი, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე სასამართლოს სხდომის ოქმების ელექტრონული ვერსიები ამოვიღე და მე თვითონ მოусმინე თუ რაზე მსჯელობდა პირველი ინსტანცია, კიდევ გადავხედე, კიდევ ჩაუღრმავდი რამდენად მე თვითონ ხომ არ მეშლებოდა რაიმე. ყველა პროცესზე, ყოველი შუამდგომლობა, ყოველი წარმოება იწყებოდა იქიდან, რომ ეს კრების ოქმი პაატა ჯიქიას მხრიდან იყო სადაოდ ქცეული სწორედ იმ გარემოებებზე, რაზედაც ეხლა აპელირებს მერია. და ამ დროს ბატონი პაატას განცხადებები რჩება უგულვებელყოფილი არა. მე ესე ვიტყოდი, რომ მას პასუხი ეცემოდა, რომ ეს მისი განცხადება იყო დაუსაბუთებელი, მისი საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და არ კმაყოფილდებოდა. გადის დრო 2015 წლის ივნისის თვეში საბოლოო გადაწყვეტილება გამოვიდა კანონიერ ძალაში შესული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც კანონიერად ცნო ლია შუბითიძის მშენებლობის თაობაზე გაცემული ადმინისტრაციული აქტები სასამართლომ, რის საფუძველზედაც ადმინისტრაციული ორგანომ ჩანიშნა ადმინისტრაციული წარმოება, თავიდან რომ გაეგრძელებინა ამ აქტის მოქმედება, ამ დროსაც
პაატა ჯიქია კიდევ დაუღალავად აპელირებდა, ახმაურებდა იმ თემას, რომ აქ არ იყო ისევ თავიდან იმ თემას უბრუნდებოდა, რომ არ იყო კრების ოქმი კანონით დადგენილი წესით თითქოს და შედგენილი. მერია მაშინაც ამბობდა, რომ და თქვა საბოლოო გადაწყვეტილებით, რომ არსებობს უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელმაც იმსჯელა ამ ფაქტობრივ სადაო ფაქტობრივ გარემოებებზე და არავის არ აქვს უფლება გადახედოს ამ გარემოებას, რომელიც პრედუციული ძალის მქონე მტკიცებულებით, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს კომენტარები ჩვენც მოვისმენთ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ რა. შემდგომ იცით რა არის? შემდგომ შეჩერდა და რატომ გაუქმდა? შემდგომ იცით რა არის ეს გადაწყვეტილება, როდესაც იყო მიღებული და მე გითხარით, რომ ამის საფუძველზე დაიწყო მშენებლობა ლიაშუბითიძემ, შეგვაჩერა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომ ეს პერიმეტრის სტანდარტების შესაბამისად შემოღობეთო. ამ დროისათვის, როდესაც ჩვენ ეს შემოღობაც გავაკეთეთ, ქალაქის მერმა თქვენი ეთერით განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ, რომ შეგვეჩერებინა ეს მშენებლობა, თუმცა მათ აქვთ კანონით დადგენილი წესით მიღებული არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელსაც მერია უკვე წინ ვეღარ აღუდგება. და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო დიდი იმედი მოეცა ქალბატონ ლიას, რომ განეხორციელებინა ეს სამშენებლო საქმეები და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გააგრძელა, რომ უფრო დროზე დამთავრებულიყო ეს მშენებლობა, დროულად დამთავრებულიყო საერთოდ ეს დავა, მეზობლებიც დაწყნარებულიყვნენ, მეზობლები თავად მიხვდებოდნენ, რომ როდესაც ეს მშენებლობა დამთავრდებოდა, ქალაქისთვისაც კარგი იყო. იმიტომ რომ იერსახე გალამაზდებოდა ერთის მხრივ და ახალ სტანდარტების შესაბამისად, რაც მთავარია, ხორციელდება ეს მშენებლობა, ანუ შემინული დღევანდელ ახალი არქიტექტურული წამოვიდა პროექტები ახალი სტანდარტებით და აი ამ სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდა ეს მშენებლობაც. გალამაზდებოდა ქალაქი და ასევე მეზობლებიც, რა თქმა უნდა, იქ კეთილმოეწყობოდა ის მოედანი, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. აი უცებ წარმოიდგინეთ ადამიანმა საკუთარ კერძო საკუთრებაში შესასვლელი ერთადერთი კიბე მეტრა 80 სიმაღლის არის თუ არ ვცდები ეს ასასვლელი ანუ კარი რომ შეაღო მეტრა 80 სიმაღლის კიბე უნდა აგევლო და ეს კიბე მონგრეულია შესასვლელი აღარ არის და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ყველამ წარმოვიდგინოთ სახლში მივდივართ ჩვეულებრივ შევდივართ კიბეებით გადავწყვიტეთ რომ ახალი კიბე მოვადგათ ამიტომ მივიღეთ მერიისაგან შესაბამისი ნებართვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ნებართვა მივიღეთ კანონით დადგენილი წესით მოვანგრიეთ მისი ნებართვის საფუძველზე ძველი არსებული ახალს გვიუქმებს და აღარ გვაქვს სახლში შესასვლელი. რა მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, როდესაც არ გაქვთ სახლში შესასვლელი კიბე? ეხლა რას აპირებთ ქალბატონმა? ჩვენ რა თქმა უნდა შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი სასამართლოში, ვაპირებთ დავას და მე იცით რა არის ეს საქმე, ამ საქმეს იხილავს, ანუ დაეწერა ქალბატონ ნატა თედაშვილს მოსამართლოს, რომელმაც გამოიტანა წინა გადაწყვეტილებები. ჩვენ ხშირად საუბრობთ მე და ჩემი მარწმუნებელი რომ ნეტა ბრაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ იმ საკითხებზე, რომელზედაც მან უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება და სხვათა შორის მინდა ვახსენო ერთი გარემოება. ვიდრე ქალბატონი ნატა თედეშვილი 2013 წელს განიხილავდა ამ საქმეს პირველი ინსტანციით, იხილავდა ასევე პირველი ინსტანციით რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეს ქალბატონი ლარისა ლიპარტელიანი 2012 წლის დეკემბერში გამოიტანა მან გადაწყვეტილება, სადაც გითხარით რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად დაადასტურა ის, რომ ეს კრების ოქმი იყო კანონით შესაბამისად მიღებული და არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ამ გარემოებიდან გამომდინარე ქალბატონი ნატას გადაწყვეტილებაში 2013 წლის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული ქალბატონი ნატა ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს ანუ გარემოება მეზობლების კრების ოქმი, ამხანაგობის კრების ოქმი გაცემულია კანონის
შესაბამისად და სასამართლო ვეღარ იმსჯერებს მის კანონიერებაზე, ვინაიდან არსებობს პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულება, კერძოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც უკვე იმსჯელა ამ საკითხებთან. ანუ თავად სასამართლომ ვეღარ იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოს ჰქონდა უკვე გადაწყვეტილება მიღებული და ამ დროს როგორ მსჯელობს მერია. ანუ არცემს მერია პატივს ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად იღებს საწინააღმდეგო სასამართლოსგან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას არ ცნობს და თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ეხლა მივუბრუნდეთ იმ თემას, რომ თითქოს და ახლა დაღმოჩენილი გარემოება მერიას რომ განეხილა? არ ქონდა. რა თქმა უნდა, არ ქონდა. აქ საუბარი არის, მერია აპელირებს, რომ ეს არის ახლა დაღმოჩენილი გარემოება. რომელია ახლა დაღმოჩენილი გარემოება? თუ ერთადერთი დავის საგანი იყო კრების ოქმი, რაზედაც სასამართლომ უკვე იმსჯელა, თითოეული მხარე, რომელიც ხელს აწერდა ამ კრების ოქმს, დაიკითხა სასამართლოში, მისცა განმარტება სასამართლოს და ამის შემდგომ შეაფასა სასამართლომ ეს გარემოება და დაადგინა საბოლოოდ, ეს გარემოება მერიისთვის ახლა დაღმოჩენილი გარემოება, ის რაზედაც 3 წლის მანძილზე დაობდა პაატაჯიქია, ბატონი პაატაჯიქია სასამართლოში. ეს არის ახლა დაღმოჩენილი. შეიძლება იყოს საუბარი. აი, ეხლა კითხვის ნიშნები გაჩნდა რა? სუბიექტურმა ფაქტორებმა იჩინეს ჩვენი აზრი და ამის თაობაზე ჩვენ გარკვეულ უწყებებს მივმართეთ. რას გულისხმობთ კონკრეტულად? კერძოდ ის, რომ 3 წლის მანძილზე, როდესაც ბატონი პაატაჯიქია დაობდა ამ ფაქტებზე, ანუ ეს განცხადებები არ იქნა არც ერთი მისი საჩივარი არ იყო დაკმაყოფილი. საქმეში ერთვება ახალი წარმომადგენელი იმ დღეს იგივე განცხადებით, რა განცხადებასაც აყენებდა, ანუ რა საჩივარსაც მიმართავდა ბატონი პაატაჯიქია, იმავე ტექსტით მიმართა ქალაქის მერიას და 2 დღეში დაუკმაყოფილა მერიამ პასუხი. ეხლა უყურეთ, წლების მანძილზე ერთი და იგივე საკითხს ატრიალებს ერთი პირი და არ იღებს გადაწყვეტილებას მის საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციული ორგანო და არც სასამართლო და უცებ საქმეში ერთვება დღეს, მე ასევე პატივისცემ და ასევე დიდ პატივისცემას ვადასტურებ და ვაღიარებ ბატონი მალხაზ ალბორიშვილია ჩართული აქ ისევ წარმომადგენლად ადვოკატი, მის კომპეტენციაში არავის არ შეუძლია ეჭვის გამოთქვას, საკმაოდ გამოცდილი ადვოკატი გახლავთ და უცებ შედის ბატონი მალხაზ ალბორიშვილი როგორც იმავე მხარის წარმომადგენელი, იმავე განცხადებით, რასაც ბატონი პაატაჯიქია აყენებდა და ამ დროს მერია იღებს უკვე გადაწყვეტილებას მის, ანუ აკმაყოფილებს მის მოთხოვნას. აკმაყოფილებს ისე, რომ არ გვაცნობა ჩვენ მერიამ. უყურეთ, ადმინისტრაციული წარმოება განა იმიტომ არ დაუძახა და განა იმიტომ არ აცნობა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? იმიტომ მოხდა, რომ ეხლა უყურეთ, როდესაც მერიაში შევიდა განცხადება, რაც იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, რომ ეცნობებია ეს ფაქტი მერიას ლიანა შუბიძისათვის. ლიანა შუბიძე რა თქმა უნდა გააპროტესტებდა, ჩაერთვებოდა ამ პროცესში, მოითხოვდა ჩანიშნულიყო ფორმალური წარმოება, სადაც მიიღებდა იგი მონაწილეობას, ანუ ეს პროცესები გაგრძელდებოდა, მისი გასაჩივრების უფლებები წარმოეშვებოდა, თუ კი მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებებს მიიღებდა, ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდებოდა. ამასობაში ლია შუბიძე დაამთავრებდა მშენებლობას და აზრს იყო მოკლებული აქტის გაუქმება. აქედან გამომდინარე, მერიამ მიიღო, მე ვფიქრობ, მუხანათური გადაწყვეტილება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც თავის მიერ გაცემული აქტის საფუძველზე განახორციელებინა ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედებები. ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. ერთის მხრივ ის, რომ მისცა უფლება, დაანგრევინა, მოახსნევინა კიბე საკუთარ ფარჩში ვეღარ შედის ლია შუბიძე, ვერ სარგებლობს, არათუ ვერ აქირავებს, არამედ ვერც კი სარგებლობს, თვითონაც კი ვერ შედის ამ ფარჩში. ამავდროულად გადაადგილება შეუძლებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესვლაც შეუძლებელია. კვირიწინ ადამიანს კი დაშავდა. კერძო საკუთრების ხელყოფა მოხდა, ხვდებით? კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა მოხდა. ანუ კერძო საკუთრების შეზღუდვა მოხდა ისე, რომ არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი. ანუ
ქალბატონი ლიანა შუბიძიძე ისე რომ მის წინააღმდეგ სასამართლოს არ გამოუტანია არანაირი გადაწყვეტილება, კონსტიტუციური უფლებით ვეღარ სარგებლობს, რომ მისი კერძო საკუთრებით თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებას. ეს გახლავთ კონსტიტუციური უფლება ადამიანის და ეს გახლავთ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი უფლება ადამიანის უფლებათა შორის საკუთრების უფლება. სწორედ ეს უფლება ხელყო ადმინისტრაციულმა ორგანომ, როდესაც მისი ნებართვის საფუძველზე მოანგრევინა ჯერ კიბე და შემდგომ გაუქმა ახალი. ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ფაქტიურად შეუძლებელია. შეუქცევადი პროცესებია დაწყებული. იმდენად, რამდენადაც იქ რომ რაიმე სახის კიბე მიედგას, თუნდაც არ საუბრობ მიშენებაზე, ამაზე შესაბამისი ნებართვაა საჭირო. ამ ნებართვის მოსამზადებლად სხვადასხვა საფეხურებია გასავლელი, იგივე კრების ოქმებია, იგივე ნებართვები, იგივე პროექტებია, ისევე ხარჯებია, ისევ პროცედურებია გასავლელი, ისევ დროსთან დაკავშირებული. აღარ ვსაუბრობ უფლების მოსაპოვებლად რა პროცედურებია სამართლებრივი გასავლელი და რა ხარჯებთან არის ეს ყოველივე დაკავშირებული. ასევე ძალიან დიდ დროს მოიცავს სამართლებრივად ეს პროცედურა ძალიან დიდ დროს მოიცავს, რომ ეს ნებართვა საბოლოოდ გამოიცეს, რომელიც შეიძლება ასევე ისევ სადაოდ გაუხადოს რომელიმე მხარემ და ისევ შეუჩეროს თუნდაც იმ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მხარეს. ანუ გარანტირებულად ვერც მერია ვერ იტყვის, რომ ჩვენ პირვანდელ მდგომარეობას აღიდგენთ, იმიტომ რომ მის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ეს. მხოლოდ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით ვერ მოხდება ამ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ამ დროს აუქმებს ამ გადაწყვეტილებას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა თითქმის შეუძლებელია და ახალი მშენებლობის ნებართვაც ძალას კარგავს. ეხლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ეს ტერიტორია ესეთი როგორც დღეს არის ეს მოუწესრიგებელი იყოს ძალიან დიდი ხანი. დიახ, შესაძლებელია ძალიან დიდხანს იყოს მოუწესრიგებელი და ეს ყველაფერი პასუხისმგებელი ვინ არის ამ ყველაფერზე? თქვენ როგორ ფიქრობთ? მე თქვენ გისვავთ კითხვას. ჩემი აზრით რა თქმა უნდა არის მერია. მერია რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ჯერ ანუ ცალი ხელით მისცა მოქალაქეს უფლება და მეორე ხელით გამოართვა. ანუ ეს იცით რა არის? ეს საკითხი მე ვფიქრობ სცილდება ლია შუბითიძის ინტერესებს. შარტავას 19 ნომრის ამხანაგობის წევრთა ინტერესებს. ეს უკვე მასშტაბურ სახეს იძენს იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი დამკვიდრდა პრეცედენტად, თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება, რომელი კერძო მესაკუთრე გარისკავს და დაიწყებს მშენებლობას. იმის შიშით რომ ხვალ შეიძლება ადმინისტრაციულმა ორგანომ მას მიცემული ნებართვით გაუქმოს მშენებლობის ნებართვა, ძველი დანგრეული დარჩეს, ამიტომ ეს რა ინფორმაცია გაქვთ ყოფილი ასეთ შემთხვევები? მე როდესაც დავიწყე უკვე სარჩელის მომზადება, რა თქმა უნდა, დავინტერესდი პრეცედენტულ ამას ძალიან არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის პროცესში, როდესაც არსებობს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციების სასამართლო და ჩვენ სასამართლოების მიერ მიღებული, ჩვენ იურისტები, ადვოკატები ხშირად ვხემძღვანელობთ ისევე როგორც სამართლებრივი ნორმებით პრეცედენტული გადაწყვეტილებით. მას რა თქმა უნდა არ აქვს სავალდებულო ხასიათი, მაგრამ ზოგადად პრეცედენტული ხასიათი, ანუ ბუნება აქვს რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებებს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები თუ რაღაც ძალიან არსებითი სხვაობა არ არის დავებში, ძირითადად იყენებენ და სარგებლობენ სწორედ ამ გადაწყვეტილებით. მსგავსი პრეცედენტი მე პირადად ვერ მოვიძიე, რომ იმ დროს გაეუქმებინა მის მიერ გაცემული ნებართვა ადმინისტრაციულ ორგანოს, როდესაც მოქალაქეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილი, ანუ მოქმედებები ჰქონდა განხორციელებული და თან განხორციელებული ერთია, მაგრამ თან ისე გაუქმა, რომ არც კი ჩააყენა საქმის კურსში, არც კი აცნობა, რომ თქვენს წინააღმდეგ ვინმეს აქვს აი ეს რაღაც ინტერესი და შემოსულია დაუშვათ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადება ჩვენ ამის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალას შესული გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულს თაობაზე საბოლოო ესე ვთქვათ შედეგს უკვე დებდა, მაინც უნდა გადავხედოთ ჩვენ ამ თემას. ამის თაობაზე არ უცნობებია. აქ იცით რა არის მნიშვნელოვანი? ის არის კიდევ რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ხელს აწერს არა ქალაქის მერი ბატონი დავით ჯიქია, არამედ ბატონი ნოდარ შეროზია. მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთჯერ ჩემთვის ძალიან
გასაოცარი აღმოჩნდა ის თემა, რომ ბატონი ნოდარ შეროზია გახლავთ კერძო, ანუ მას აქვს თავისი კერძო ბიზნესი. არც მეტი და არც ნაკლები მისი კერძო ბიზნესი არის ქალაქში, ეს როგორც გავიგე, ეს რაღაც ტრაქტორების მომსახურეობა. და ფაქტურად ქალაქში მონოპოლია აქვს ამ თვალსაზრისით, არ აყავს ალტერნატივა ქალაქს, ანუ მხოლოდ ბატონი შეროზიას კუთვნილი კომპანიიდან უწევს ამ მომსახურეობას, მშენებლებს ორგანიზაცია და ანუ ყველანაირი მშენებლობა დაკავშირებულია, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება ამ მძიმე ტექნიკის და ამ საქმესთან რა კავშირია? და ამ დროს უყურეთ, ბატონი ნოდარ შეროზიას აქვს ეს ბიზნესი, სადაც არის ამ მძიმე ტექნიკასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას და იღებს გადაწყვეტილებას ასევე მშენებლობის ნებართვების გაცემისა და მისი გაუქმების თაობაზე. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ბატონი ნოდარისაგან დაქირავებული ტრაქტორი ახორციელებდა იმ სამუშაოებს, მაშინ როდესაც ბატონი ნოდარი იღებდა გადაწყვეტილებას ამ მშენებლობის ნებართვის გაუქმების თაობაზე. თქვენ არ გიჩნდებათ კითხვის ნიშნები? რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქალაქის ხელმძღვანელობა, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას? თუ არა სუბიექტური ფაქტორები. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩნდა კონკრეტული ხელმძღვანელი პირების მიმართ, აუცილებლად დავიწყებთ ამაზე შესაბამის ორგანოებს, ჩვენ რიგ ორგანოებს უკვე მივმართეთ და შემდგომში ალბათ კიდევ მრავალი კუთხით უნდა დავიწყოთ ეს ამ თემაზე უკვე დავა, ვინაიდან ჩვენ სხვადასხვა არ ქონდა სურვილი თავიდან, რომ მაინც და მაინც ესე დაპირისპირებაში შევსულიყავით ქალაქის ხელმძღვანელობასთან, გამოთქვით ჩვენი მხრიდან მოდიოდა ინიციატივა, რომ შევხვედრილიყავით ქალაქის ხელმძღვანელობას, გვესაუბრა ამის თაობაზე და იცით რა არის? რაოდენ საოცარი იყოს თავიდან საერთოდ არ გვხობულობდა ქალაქის ხელმძღვანელობა, შემდგომ ბატონმა ნოდარ შეროზიამ მიგვიღო უკვე მას შემდეგ რაც გააუქმა მშენებლობის ნებართვა მისივე ბრძანებით, მიგვიღო ამის შემდეგ და ქალბატონი ლია შუბითიძე, რომელიც აღშფოთებულია იმით, რომ როგორ გააუქმა და პასუხებს ითხოვს ბატონი ნოდარისაგან, რომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ისე, რომ მისთვის არავის უცნობებია ამის თაობაზე, მინიმუმ მაშინ მაინც ეცნობებინათ, ვიდრე კიბეს მოანგრევდა. განცხადება ამხანაგობის წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში მაშინ იყო შეტანილი, როდესაც ჯერ ქალბატონ ლიას კიბი არ ქონდა მონგრეული. კარგით, ამაზე ვისაუბრეთ, სასამართლომ ხელახალი განხილვა უკვე დაიწყო. ჩვენ შევიტანეთ ადმინისტრაციული სარჩელი და მოვითხოვეთ ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად მოვამზადეთ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ ეს აქტი და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად კანონმდებლობა იცნობს, როდესაც იმ მომენტს, როდესაც ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება, სასამართლო აჩერებს მის მოქმედებას. მხოლოდ არის კანონით დადგენილი 5 შემთხვევა, როდესაც არ ჩერდება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებით მისი მოქმედება და ზუსტად განსაზღვრული მომენტებია ეს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით 29 მუხლი განსაზღვრავს ამას. მიმართეთ შუამდგომლობით, რომ ვინაიდან ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ ამ მშენებლობის ნებართვის გაუქმების თაობაზე 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებას გულისხმობ. შეეჩერებინათ ამ აქტის მოქმედება, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ უნდა შეეჩერდეს ამ აქტის მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ზარალი ადგება ქალბატონ ლიანა შუბითიძეს ამ აქტის შეუჩერებლობით. იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ლიანა შუბითიძეს ადგება ზარალი, ადგება ქალაქსაც, სადაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არის მიწათხრილი, სადაც შეიძლება ცუდი შემთხვევებსაც კონდეს ადგილი, იქ შეიძლება ზამთრის პირობებში ჩადგეს წყალი და დაუშვათ დაზიანდეს კორპუსი და ასე შემდეგ. ძალიან ცუდი შემთხვევები შეიძლება მოხდეს და ამის საფუძველი გააჩინა მერიამ. შექმნა ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ ქალაქიც დაზიანდეს, ქალაქის იარსახეც დაზიანდეს და ქალაქის შემოსასვლელი მაშინ, როდესაც პირიქით ქალაქის ხელმძღვანელობა, ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული, რომ კეთილმოაწყოს ქალაქი, პირიქით აღმოჩნდა ისე, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩა, აი ასეთ უსახურ მდგომარეობაში
გაწირა დაუშვათ აი ამ დავის პროცესში რომ იყოს აი ამ მდგომარეობით. მე აქ მინდა აღვნიშნო რომ საუბარი შედგა ქალაქის მერიაში იმის თაობაზე რომ ლიანა შუბითიძეს აუნაზღაურდებოდა ყველა ის ზიანი რაც მიადგება აი ამ აქტის გაუქმებით. ვინ თქვა ეს? ეს საუბარი მოდის ქალაქის უშუალო ხელმძღვანელი პირობისაგან, როგორც ჩემთვის ცნობილია, პირადად ჩემთან არ ქონია საუბარი, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი დავით ჭიქიაც ამ გადაწყვეტილებას აპირებს რომ მიიღოს და ბატონი ნოდარ შეროზიასგან, პირადად მეც ჩემთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ საკითხში, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას მიეღო ეს გადაწყვეტილება, რომ ეს ზიანი აუნაზღაურდეს ქალბატონ ილიას, რაც მერია დაპირება მიიღეთ მერიისგან. დაპირების სახით მივიღეთ, ზეპირსიტყვიერი დაპირებად მივიღეთ. თუმცა გაქვთ იმედი? იცით რა არის? აქ იმედი არ არის, ჯერ არც მაქვს იმედი, სიმართლე რომ გითხრათ. მეორე იცით რა არის? მე როგორც ამ შემთხვევაში არა მარტო როგორც ლიანა შუბითიძის ინტერესების დამცველი და წარმომადგენელი, არამედ როგორც რიგითი რუსთაველი. ძალიან წინააღმდეგი ვარ მერიამ მის მიერ დაშვებული შეცდომების საფუძველზე ქალაქის ჯიბიდან იხადოს, ქალაქის ბიუჯეტიდან გადაიხადოს რაღაც ზარალი კერძო პირების მიმართ, რაც მათი შეცდომებიდან გამომდინარე არსებობს და არა იმის გამო რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, არა ეს დაუშვათ სტიქიური მოვლენით დაზარალებული პირი იყო, უბრალოდ ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დაუშვეს თურმე შეცდომა და ამ შეცდომის კომპენსაციად ისინი არასაკუთარი ჯიბეებიდან იღებენ ამ კომპენსაციას ქალაქის ბიუჯეტიდან, თქვენს მიერ, ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებიდან აპირებენ რომ გადაიხადონ, რა ადვილია, იცით, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება. ძნელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, თავისი საკუთარი ბიუჯეტიდან რო უწევდეს. დაახლოებით რა თანხაზია საუბარი, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? იცით რა არის? წესრიგდეს და პირვანდელი მდგომარეობა დაუბრუნდეს ამ ტერიტორიას. როგორც სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები უკავშირდება დაახლოებით 63,000 ლარს. საკმაოდ სოლიდური თანხა. საკმაოდ სოლიდურია. ეხლა ამას დავუმატოთ ის ხარჯები, ის მიუღებელი შემოსავალი, რაც ასევე ზიანია, რასაც ამ დავის პროცესში ქალბატონი ლიანა ვერ მიიღებს ამ ფართისგან. ანუ ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი ქონებით, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, როგორც აღნიშნე და თუ გავთვლით ჩვენ რომ ყოველ თვეში 2000 ამერიკული დოლარის შესაბამისი ლარი შედიოდა მის ანგარიშზე 2500, მაგრამ 500 დოლარი ბიუჯეტში შედიოდა 2000 დოლარი ყოველთვიურად. თუნდაც ეს გაგრძელდეს 1 წლის მანძილზე. დაითვალეთ, რა თანხა შეიძლება იყოს აქ. 24,000 დოლარის ექვივალენტი 1 წელიწადში. დავები როგორც წესი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ ჩვენ მით უმეტეს მაგალითად მოვიყვანთ კონკრეტულ შემთხვევას 3 წელი გრძელდებოდა წინა პროცესები სასამართლოში. 3 წლის მანძილზე სამჯერ 24,000 ამერიკული დოლარის შესაბამისი ზარალი ექნება ქალბატონ ილიას მიყენებული. ვინ გადაიხდის ამ ზარალს? ან ეს არ არის მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქის ბიუჯეტისთვის? როგორ ფიქრობთ? კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ქრონიკა დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მადონა მილდიანი იყო ჩვენი სტუმარი. ნახვამდის.